إن الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهده الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له وأشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله. ესე იგი ძმებო, ჩვენ წინაზე გავიარეთ ამ მე-19 ჰადისის პირველი ნაწილი, შარხის პირველი ნაწილი. შარხი რა არის ვინიცის? მივეჩვევ ტერმინებს. შარხი რა არის? ახსნა, განმარტება. შარხი ხო, განმარტება. ესე იგი პირველი ნაწილი გავიარეთ და ჩვენ დღეს ინშალლა დიდი გაკვეთი არ გვექნება, გავივლით მეორე ნაწილს. რაზე იყო თემა? ამავე სახსოვს? რა თქმა უნდა, თავი არის, თაობას თავი, ხო? მონანიების თავი. ასევე რა შევეხით? წინა გაკვეთილზე ვინ იყო? ვინ იყო წინა გაკვეთილზე? რა შევეხით? აბდეს შევეხით. კიდე რა შევეხით? მას შევეხით. მას შევეხით. რა თქვით? მასი აყიდას თემაა თუ ფიქრის თემა? აყიდას თემა. აყიდას თემა უფრო მეტო. ალებმა შეიყვანეს აყიდის თემაში. მასი კეთება როგორც ვიცით, ტყავის ნასკებზე და ასევე ჩვეულებრივ მატერიალზე. მაგის დალილი რა არის? მაგის მტკიცებულება რა არის? საჰაბებიდან მოდის. საჰაბე არა მარტო საჰაბებიდან, არამედ ასევე შემოვალე სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამა ჩვეულებრივ მატერიალზეც გააკეთა მასი. კი, ალიმების შორის არის, მაზჰაბების შორის არის იხტილაფი ამ თემაზე, მაგრამ უფრო სწორი აზრი ის არის, რომ შეიძლება როგორც ნასკზე, ასევე რა თქმა უნდა ტყავის ნასკებზე. მაგრამ პირობები აქვს მაგას. ერთი პირობა ჩვენ ახლა ვიტყვით, დანარჩენ სამს იტყვის შეიხ იბნ უსაიმინ ინშალლა. ერთი რა არის, რომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე. მასი ნასკები რომელიც ვაკეთებ მე, არ უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ერთი. მეორე პირობა რა არის, რომ რა ქვია, კოჭებზე ქვევით არ უნდა იყოს, უნდა კოჭები იყოს დაფარული. კარგით? კოჭები უნდა იყოს დაფარული. გავიხსენეთ იმამ აჰმადის წინა გაკვეთაზე რაც ვთქვით. იმამ აჰმადა რა თქვა? რომ მე არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ მასი არის, რელიგიადან. 40 ჰადისი გვაქვს, იმამ აჰმადა თქვა, რომელიც ადასტურებს მასის გაკეთება. მასის გაკეთება. კარგით. შეიხ იბნ უსაიმინ ვაგზავნეთ და იძახის, რომ აშარტულ ავალუ, პირველი პირობა რა არის, მასის რომ მასი იყოს შესრულებული სწორად, ან ილბასაჰა ალა ტაჰარა, რომ როცა ჩვენ ნასკებს ან ტყავის ნასკებს ვიცმევთ, აუცილებლად უნდა ჩავიცოთ ტაჰარატზე, აბდესტიანი უნდა იყოს ადამიანი. ლეანა ნაბია სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყალ ლილმუღირა. იმიტომ რომ შუა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ უთხრა მუღირა ბინ შუ'ბას რადიალლაჰუ ანჰუ, ჰინამა არადა ან yazia ხუფი ნაბი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყალ. როცა მაგას მუღირას უნდა შემოვალე სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ან ტყავის ნასკების მოხსნა უნდა რომ დაესხა წყალი ფეხებზე. შუა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ რა უთხრა მაგას? დაჰუმა ფა ინი ადხალტუჰუმა ტაჰირატეინ. განემი მაგათ, არ მოხადო, იმიტომ რომ მე ჩავიცვი ეს ტყავის ნასკები რაზე? ტაჰარატზე, აბდესტიანი ვიყავი. გავიხსენოთ ასევე რაზმებო. ეს ჰადისი რას ადასტურებს, რაც გვაჩვენებს, რომ უკეთესია ადამიანის მასის გაკეთება თვიხების დამბანოა. მასის გაკეთება. რატომ? იმიტომ აქ ორივე არის იბადათი, მაგრამ რატომ? ჰა? სიადვილის, სიადვილი შეიძლება, მაგრამ აქ დალილი სიადვილი არ არის. აქ ის არის, შუმავა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ არ გაიხადა. ეს რაც ნიშნავს, რომ უმჯობესია, რომ მასი გავაკეთოთ, რომ სახში იყოთ, მასი გავაკეთოთ. ასევე გავისენოთ, სხვა წიგნში გავიარეთ, არა ამ წიგნში, რომ უმჯობესი ადამიანი ილოცოს სახში ფესასმეუსი. იყო ჩუსტები, იყო ხან რაც კიდე იყოს, ეს არის უმჯობესი. კარგით. მერე შეიხი იძახის, ვალა ფარყ ბაინა ან თაკუნა ჰადიჰი ტაჰარატა ყად ღასალა ფიჰა რიჯლა. და არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება მამაკაცმა ან ადამიანმა დაიბანა თავისი ფეხები. აუ მასაჰა ფიჰა ალა ხუფინ საბიღინ. ან შეიძლება მასი გაკეთა წინა ნასკებზე. ეს რა შეიძლება ახლა შეიხი ახსნის. მაგალითად, ლავ თავადა ვუდუან კამილან. თუ მამაკაცმა აიღო აბდესტი შესანიშნავ მთლიანად როგორც საჭიროა, ვაღასალა რიჯლეიჰი და დაიბანა თავისი ფეხები. თუმმა ლაბისალ ჯავარიბ. მერე ჩაიცვა ტყავის ნასკები, يعني შარაბა أو الخفين أن يقص ماتيريس نسكبي أن قاويس نسكبي فهنا لبسهما على طهارة أي أك شايتسوا إس وقت طهارة أبدسجي شايتسوا كذلك لو كان قد لبس جوارب من قبل ومسح عليهما رمز أكم دي أنه أوكي كوندا شاسمولي أوكي قاويس نسكبي أن شرب نسكبي ده مغلدا كده شايتسوا نسكبي مغلدا ثم احتاج إلى زيادة جورب ولبس على جورب الأول أن شايزو بيرول ناسكي ميور ناسكي شايزو مسحه الذي مسحه وهو على طهارة مغرم إيش شايزو أوريوي شايزو طهارة زي فإنه يمسح على الثاني شوزنا ميورزت شايزوس أنا راسي إذا الشيخيرهم تو أو بيجون أبدستي شايزو ناسكي بيرتي مغرم سيتقاز مغايتا سيوا
და კიდე მეორე კიდე გვჭირდება, მაგრამ ადამიანის სოფელში მუშაობს სიტყვაზე. რა შეიძლება, ანუ მას ვაკეთებთ თუ არა? ვაკეთებთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ტაჰარატზე აბდესტი უნდა იყოს ჩასმული, რომც იყოს მეორე ნასკებზე. ლაკინ yakunu ibtida'ul mudda ala masxi ala al-awwali. მაგრამ შეიხი იძახის რომ გათვლა იწყება პირველი მესისგან. ანუ პირველი ნასკიდან, არა მეორე ნასკაზე ითვლება გათვლა. لا من المسح على الثاني. هذا هو القول الصحيح. اختار უფრო სწორი აზრი ალიმების შორის. أنه إذا لبس خفا على خف ممسوح فإنه يمسح على الأعلى. თუ ჩაიცვა ადამიანმა პირველ ნასკებზე მეორე ნასკზე მეორეზე აკეთებს მას. لكن يبني على مدة المسح على الأول. მაგრამ უნდა გათვალოს დრო პირველ ჩასმა, ანუ პირველ ნასკებზე. ولا بد أن تكون الطهارة بالماء فلو لبسهما على طهارة تيمم فإنه لا يمسح عليهما. მაგრამ აუცილებელია მას იყოს გაკეთებული იმ ანუ ტაჰარატზე, აბდესზე და არა თაიამუმზე. ანუ როცა არა ეწყალი ჩვენ ხო ვიღებ თაიამუმს. არ შეიძლება ადამიანი მაგალითად მოვიდა მერე წყალი. ადამიანმა გააფუშა აბდესტი და დარჩა მისი აბდესტი თაიამუმზე. მოვიდა წყალი, ამ შემთხვევაში არ უნდა გაგზელოს მასი, უნდა დაებანოს თავისი ფეხები. فلو لبسهما على طهارة تيمم فإنه لا يمسح عليهما مثل رجل مسافر ليس معهما მაგალითად ადამიან მამაკაცი არის მოსაფირი და მას წყალი არ აქვს فتيمم ولبس الخفين აიღო თაიამუმი და ჩაიცვა ტყავის ნასკები على طهارة تيمم ანუ თაიამუმის ტაჰარატზე ثم بعد ذلك وجد الماء მაგის მერე იპოვა წყალი وأراد أن يتودأ და მომდა აბდესტის აღება ففي هذه الحال لابد أن يخلع خلفين. أم შემთხვევაში აუცილებელია მისთვის რომ მოიხსნას ის ნასკები. ويغسل قدميه عند الوضوء. და დაიბანოს თავის ფეხები, როცა თავიდან აკეთებს აბდესტს. ولا يجوز المسح عليهما في هذه الحال. და არ შეიძლება მასის გაკეთება ამ შემთხვევაში, ანუ თაიამუმზე. لأنه لم يلبسهما على طهارة غسل فيها الرجل. იმიტომ რომ არ ჩაიცვა ის ნასკები იმ აბდესტზე, სადაც დაიბანა ფეხები. فإن التيمم يتعلق بعضوين فقط. იმიტომ რომ თაიამუმი ეხება მხოლოდ ორ ორგანოს. وهما الوجه والكفان. ეს არის სახე და ეს არის ორივე ხედი. الشرط الثاني. ესე იგი პირველი რა ძმებო? პირველი რა არის ეს პირობა უნდა ჩავიცვათ ნასკები რომ მასი გავაკეთოთ ტაჰარატზე აბდესტზე მეორე პირობა რა შეიხი ძახის ან يكون المسح عليهما في الحدث الأصغر რომ მასი გაკეთება მხოლოდ პატარა ანუ ჰადასი რა ნიშნავს პატარა ანუ აბდესტის გაფუჭებაზე ასე თქვა დარღვევაზე ولهذا قال صفوان بن عسال მაგიტონ صفوان بن عسالმა ვინ იყო صفوان بن عسالი ვის ახსოვს წინაგაგვითაზე საჰაბა იყო მაგან რა თქვა إلا من جنابة ولكن من غائط وبول ونوم მაგან თქვა რომ შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ მას ასწავლა მასის გაკეთება როცა ადამიანს ან შევიდა საფირფაროშოში პატარა ზანდიძე მოითავა ან ჩაეძინა მაგრამ ჯანაბათის გარდაო ჯანაბათი როცა ჩვენ გქონდაო გვიბზანაო ჩვენ შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ რა დაბანოა და მასი მაგდოს არ შეიძლება فإذا سار على الإنسان جنابة تو أدميان ساك جنوبي أدمياني فإنه لا يجزي أن يمسح على الجوربين أو الخفين أرشيل بمسمي تسمى أرست قويس نسكبزه أرشول بر نسكبزه بل لابد من نزعهما وغسل القدمين أو تلبي مسويس مويخ ناس تدايبانوس تاويس بخبي أنو غسطان الفات وذلك لأن طهارة الكبرى ليس فيها المسح إلا للضرورة في الجبيرة ماجيتم روس عاريس ديدي أنو დარღვევა ასე ჯუნუბი ადამიანში არ შეიძლება მისთვის გაკეთება ანუ მას ეკეთება მხოლოდ იმ დროს როცა აი როგორ ვთქვათ სხვა გამოსავალი არ არის როგორი მაგალითად შეიხი იძახის როგორც გიფსი მაგალითად ადამიანს ხელი მოიტეხა ღოსს იღებს არ შეუძლია მაგას დაასვენოს ხელი იმიტომ რომ ტრავმა აქვს რას აკეთებს მარჯვენა ხელი ბისმილა იძახის და წაისმავს მარჯვენა ხელი ბისმილა სველი ხელით ამ გიფსზე თუ მარჯვენა ხელია მარცხენა ხელი ბისმილას იძახის წაისმევს ამ გიფსზე თუ იმ შემთხვევაში როცა ადამიანს არ შეუძლია ولهذا لا يمسح فيها الرأس أميتو أكاس تاوسات أريد من داوس بل لابد من غسل الرأس أو تلبيلية تاويز دبانوات أسوي مع أنه في الحديث الأصغر يمسح ميوخد وتيمي سروم لو سباتار أريد أنه أبديستيز غافوچبا ماغدوس أنه اسم شيلبات تاويز أسمع
لكن الجنابة طهارتها أوكد وحدثها أكبر مگر რა შეეხება ჯუნობს მისი ანუ გატეხვა აბდესის უფრო დიდია და მისი ანუ ჰადასის უფრო არის უფრო მტკიცე ან უფრო დიდი فلا بد من الغسل მაგიტომ არის აუცილებელი დაბანვა ولا يمسح فيها على الخف და არ შეიძლება მან წასმა ყავის ნასკებზე فلهذا الحديث ამ حديثის გამო ولأن المعنى والقياس يقتضي ذلك და მაგიტომ შინაარსი მაგას ამტკიცებს და ყიასი მაგას ამტკიცებს ყიასი რა არის მე ინშალლა შემდეგ აკვირდებს ჩვენ გავივლით الشرط الثالث مسامي بيروبا أن يكون المسح في المدة التي حددها النبي صلى الله عليه وسلم وهي يوم وليلة للمقيم وثلاث أيام بلياليهن للمسافر مسامي بيروبا أريس درو რომელიც დანიშნა შუმავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა მუყიმ არის ადამიანი ვინც არ არის მუსაფირი მისთვის არის ერთი დღე და ერთი ღამე და მეორე ვის არის მუსაფირი მას აქვს სამი დღე და სამი ღამე كما صح ذلك أيضا من حديث علي بن أبي طالب როგორც მოვიდა حديث علي بن أبي طالب رضي الله عنه في صحيح مسلم قال მაგან თქვა جعل رسول الله صلى الله عليه وسلم შუმამა صلى الله عليه وسلم გაკეთა ისე რომ ثلاثة أيام ولياليهن სამი დღე და მისი ღამე للمسافر مسافرისთვის ويوما وليلة للمقيم და ერთი დღე და ერთი ღამე იმათთვის ვინც არ არის საფარში يعني أنو راسني شوسيكس في المسح على الخفين راسي خيبة قاتمني دا جين قاويس ناسكبزي جين شورب ناسكبزي فإذا انتهت المدة فلا مسح دا تو دامتور دا إزدرو ماشين مقدوس ماسي أرشيلبا ياخد زعمل شلون مومنتي لابد أن يقل الجوربين أو الخفين أو تسلبيل ميشتس جاي خدوس إس ناسكبيت قاويس يقوس على الماتريس ثم يغسل القدمين دا دايما نستويس بخبي ولكن ماغرام إذا انتهت المدة تو دامتور دا درو ما قايت أزوت ساعتي دامتور دا وأنت على طهارة دا شيخ طهارة زي أنو ماسي قاقيتي ما قاليتها سيتقوزي رمضان تورز درو إتي ساعتي داكشا سيتقوزي دا ماسي قاقيتي إتي ساعتي قاويدا وزولك ساعتي قاويدا شيخ راسي زخي فاستمر قاقزيلي أنو شين ما يزقيتي برو قاق طهارتي فاستمر على طهارتك شين قاقوكي طهارتي لا تنتقد الطهارة شين طهارتي أربوش تبع ولكن ماغرام إذا أردت أن تتودع تو شين جندا أخلي أبديت زغيبة بعد انتهاء المدة إمسمي روغوز دام تود درو فلا بد من غسل القدمين أو تسليبيليشن تبيخبيز دابنا كاساكيب إكزمبو كاساكيب خو ماغايتات أيديشن مسي سيتقوزي مي ديلاز فاجزي سيتقوزي ديلاز فاجي أليس 6 ساعتي أو يغي داويباني بيخبي چاويز فيناسكيب خو 24 საათი მე მაგ მეორე დღეს მოვიდა და 6 საათზე თუ ავიღე მე პირველი უკვე არის 5 საათი სიტყვაზე და დამჭა 1 საათი მე ვარ ტაჰარაზე აბდესი აიღე მესი წავისვი ფეხებზე და გავიდა ეს 1 საათი ანუ 24 საათი გავიდა მაგრამ იმის გამო რომ მე ტაჰარათი არ გამოფეჭებია მე კიდე მეთქობ რომ ტაჰარათში ვარ მაგრამ მაგის მერე 6 საათის მერე თუ მინდა მე აბდესის აღება თუ მინდა მე აბდესის აღება ამ შემთხვევაში უკვე აუცილებელია გახდა იმ ნასკების და დაბანვა ფეხების ريش يخي ثم إن زرة بن حبيشة سأل صفوان بن أسال هل سمع من النبي صلى الله عليه وسلم يقول في الهواء شيئا غايغو تورامي طبيعي ما غايغو تورامي أنه صحابم غايغو تورامي شو ما ورزقان صلى الله عليه وسلم راس شيخ ونباس الهواء أنه سيقوروا لبنبا داس شمدك فقال ما كانتكوا صحابتكوا نعم ثم تليفون مقدشت ما كانتكوا نعم ثم ذكر قصة الأعرابي ميري إم صحابس غاخسندا ბედუინის ისტორია. ბედუინები ვინ არიან ზემ რა ვთქვით? წინა გაგვიტაზე. უდაბნოში ვინც ხორო, ლომებზე ნადირობენ და ასე შემდეგ. და ეს სიმართლე არ არის რა. ხო. ანუ და შეხი ზახის რა الذي كان جوهري الصوت მაგას ქონდა ძალიან ხმამაღალი ხმა. فجاء ينادي და მოვიდა შუმავალ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ და რა თქვა? يا محمد ასე თქვა ხმამაღლა. بصوت مرتفع ძალიან ხმამაღალი ხმით. فقيل له ويحك ده سوا صحابي ماغاس وتخس ماغاس وايشين ان رساكتي تنادي رسول الله صلى الله عليه وسلم بصوت مرتفع شين اخلا ازخي شما صلى الله عليه وسلم امك دي خميت والله عز وجل يقول ده الله عز وجل في القران شيء راس زخيس يا ايها الذين امنوا اي تكن وينس ايتمونا لا ترفعوا اصواتكم فوق صوت النبي نو اتو تكن خميبس شما خمازه وبروميتات
ولا تجهروا له بالقول كجهر بعضكم لبعض. და ნუ ელაპარაკეთ მაგას ისეთი ხმამაღალი ხმით, როგორც თქვენ ელაპარაკებით ერთმანეთში. ან يحبط اعمالكم რომ თქვენი კარგი საქმეები არ გაქრესო, არ წაიშალოსო. وانتم لا تشعرون და თქვენ მაგასაც ვერ იგზნობთო. ანუ ეს იყო დიდი ცოდვა მაგდრო საჰაბებისთვის. და ასევე ალიმები ამ აიეთიდან რას იძახიან? რა თქმა უნდა, ალიმები არ არიან ისე როგორც შრომავლები, მაგრამ პატივისცემის გამო ალიმებისთვის და მცოდნე ხალხისთვის, ასევე ჩვეულებრივი მუსლიმები არ უნდა მაგათ გაიხურონ ან ელაპარაკონ ისე როგორც ერთმანეთში ზმაკაცობენ მაგალითად. თუ ვიღაც არის სწავლული ან შეიხ ან ალიმი, პატივისცემა მაგისთვის საჭირო. შენ მაგას ვერ დაიხურები ისე როგორც შენ ზმაკაცი ხურები, მხარზე ვერ დაარტყო და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. უნდა გაკეთო მაგას, ანუ მისცე მაგას პატივისცემა. არა იმის გამო რომ ისო მაგას, არამედ იმის გამო ღმერთმა მას მისცა ცოდნა და მაგ ცოდნა ჩვენ პატივისცემთ. შეიხი მე აგრძელებს. ولكن الأعراب لا يعرفون الآداب كثيرا. ის არაბები, ბედუინები, რომლებიც ხოვებენ უდაბნოში, მაგათ ადათი არ აქვთ, ანუ ზნეობა არ აქვთ წესიერიო. لأنهم بعيدون عن المدن وبعيدون عن العلم. იმიტომ რომ შორს არიან ქალაქებიდან და შორს არიან ცოდნისგან. فأجابه النبي صلى الله عليه وسلم شمام صلى الله عليه وسلم وپასუხა მაგას بصوت مرتفع ასევე ხმამაღალი ხმით. كما سأل الأعرابي. როგორც ის ბედუინმა მაგას კითხა. لأن رسول الله صلى الله عليه وسلم أكمل الناس حديا. იმიტომ რომ შრომავალი صلى الله عليه وسلم ყველაზე სწორი მაგას აქვს, ანუ გზა, როგორ ელაპარაკოს ხალხს. يعطي كل إنسان بقدر ما يتحمل عقله. ყველა ადამიანს ელაპარაკე ან აძლევს იმას, რა მიიღებს ის ადამიანი უფრო კარგად თავისი გონებით. მაგითო ნახეთ ფაიდა რა არის, თუ ისნო ვიღაც ადამიანი უფრო უყვარს მაგას ხმამაღლა ლაპარაკი, უფრო გაიგებს და ელაპარაკე შეს მაგას ხმამაღლა. თუ ვიღაც ადამიანი იცი რომ წყანად ლაპარაკობს, ნუ არ გინდა მაგას და ყვირილი წყანად ელაპარაკი, გაიგებს. ეს არის ადათი. შუმავალ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მაგას ჩვენ გვასწავლის. فخاطبه النبي صلى الله عليه وسلم بمثل ما خاطبه هو به. და ასევე შუმავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ დაელაპარაკა მაგას ისე, როგორც ის ელაპარაკებოდა მას. და ის ბედუინი, ის არაბი რა თქვა? المرء يحب القوم ولما يلحق بهم. მამაკა შეიძლება ვიღაცა უყვარსო, ვიღაცა ხალხი უყვარსო, მაგრამ ვერ მიაღწია მაგათ დონეზეო. ანუ ადამიანი მოვიდა შუმავალთან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ და მაგას ეუბნება. შეიხი ძახის რა შეიძლება ეს სიტყვები? يحب القوم. მაგას უყვარს ვიღაცა ხალხი, რაღაც ხალხის კატეგორია ან გრუპა. ولكن عمله دون عملهم. მაგრამ მისი საქმეები კარგი საქმეები. ვერ მიაღწია იმ ხალხის კარგ საქმეებამდე. ანუ ერთ დონეზე არ არის. لا يساويهم في العمل. ერთ დონეზე არ არის კარგ საქმეებში. مع من يكون. ვისთან ერთად იქნება. ანუ არაბი მოვიდა, ბედუინი ეკითხება, ვისთან ერთად იქნება სად? აღსასრულის დღეს. أيكون معهم أم لا. იქნება მაგათთან ერთად ან არა? და შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა المرء مع من أحب يوم القيامة. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წესითმება. ძალიან ძვირფასი ჰადისი. შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა მამაკაცი ადამიანი არის იმასთან ერთად აღსასრულ დღეს, ვინც შეიყვარა. ანუ ვისაც უყვარს, იქნება მაგასთან აღსასრულ დღეს. შეიხი ძახის نعمة عظيمة. ძალიან დიდი წყალობა. ولله الحمد. الله سكبا ماجستويس. وقد روى أنس بن مالك. أنس بن مالك كان على مسلم الحديث. هذه القطعة من الحديث. إس ناتي حديث كان أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال لرجل يحب الله ورسوله. رم شموما صلى الله عليه وسلم أدخل إتمامك أسر مساس أخوار الله يتمش شموالي. إنك مع من أحببت. شين خار. أنا شين إخنبي إما استنيرتد وين شيء قاري. شموما صلى الله عليه وسلم أدخل إتمامك أس. قال أنس ما صاحب ما روست كايجو يسيد قبي لا تقوى. فأنا أحب رسول الله صلى الله عليه وسلم وأبا بكر وعمر وأرجو أن أكون معهم. مسمي قرصو شموال صلى الله عليه وسلم أبو بكر عمري دم ماكي مسمي إمديرو ماكاتان إتدبيك نبي. اللهم تشونك خلوص ماكاتان إتدبيك آمين. ولا شيخ زخيز. وهكذا أيضا نحن نشهد الله عز وجل على محبة رسول الله صلى الله عليه وسلم. تعسب شوين وادستورت وانا خبت الله سرم شويني سيقورولي شمولي صلى الله عليه وسلم مسمي مرت.
وخلفائه الراشدين دميس خليفة بس أبو بكر عمر عثمان علي وصحابته قيل مس صحابة وأئمة الهدى من بعدهم إمام بن سيق مسؤول ما قت من الرجل أبو حنيفة داس شمدك ونسأل الله أن يجعلنا معهم دا الله سخو شيخ إذا شو تدوسا كتبس دا الله سخورم شو إنك خدوس ما قت نرتد آمين هذه بشرى للإنسان إسرت زان دي سسخروا الأنبوي آدميان استويس أنه إذا أحب قوما سار معهم وإن قصور به عمله تو آدميانز بيغاسا خلقي شوقوردا ის იქნება მაგათთან ერთად მეუხედავად იმისა რომ მისი საქმეები არა ის როგორც იმ ხალხის საქმეები მე ვნახე რა მხოლოდ იმადრია შენ ცოდველი ხარ მუსლიმი ხარ ცოდველი ხარ სტილობ გამოსწორდი მაგრამ რაღაც არ გამოგდეს ღმერთი იცის შენი გული რა თქმა უნდა ჩვენავლაპარაკობთ იმ ხალხზე რომელიც აი იცის რა გულში აი თავარი მუსლიმი მოგდი არა ეს არა ჩვენ უნდა იყოს გულწრფელი ალლაჰის წინაშე შეიძლება ალლაჰი შენ გაგხადოს საჰაბებთან ერთად იმის გამო რომ შენ მართლა გიყვარდა ის შენ მართლა გიყვარდა და როგორ არის სიყვარული როგორ არის როგორ გამოიხატება შრომავალის მიმართ სიყვარული მაგალითად მაულიდი იყო თუ ეხლა არის მაულიდი არ ვიცი ზოგი ხალხი მაგალითად არ ლოცულობს რამადანს არ იკავებს არაფერს რელიგიის არ აკეთებს და მაულის ღნიშნავს ეკითხები მაგას რატო აკეთებ მაგას მე მიყვარს შრომავალი ჩვენ ვეტყვი მაგას შენ ხარ მარტყუარ ადამიანი შენ ტყუი ხარ რატო ტყუი ხარ იმიტომ რომ შენ თუ გიყვარს შრომავალი სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ შენ მაგას მიყვები არიცი ჩვენ მაგას ვეტყვით არიცი ჩემო ძმაო რომ შრომამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყურანში то есть ალლაჰმა აზავაჯალ ყურანში რა თქვა إن كنتم تحبون الله فاتبعوني يحببكم الله ويغفر لكم ذنوبكم ودخل مقات محمد الله يونيبا محمد صلى الله عليه وسلم ودخل مقات خالص محمد تكون تويزخيت يقرت الله أنه دمش شموالي كمون قويت إن كنتم تحبون الله ورسوله تو يقرت الله دمش شموالي كمون قويت ميو أنه إساريس نعمدول السيقارول شين تجيقار شما صلى الله عليه وسلم شين ماس ميقبي شين شاشلو ميس سناس شين شاشلو ميس برزانه بيبس لطفا بيرولكشي واجبي بي لطفا حاجي داس شيمدك مرخوا ملي شاشلو سنتبس شين ميقبي ميس سنات როგორ იზინებ როგორ იღვიზებ როგორ ჭამ როგორ სპავ წყალს ყველაფერს შენ მიყები მაგის სუნნათს რო სანამ არ იქნება შენ მისი სუნნათი შენთვის საყვარელი შენ არ გიყვარს შრომავალი სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ალლაჰმა გახო ჩვენ იმას შორის ვისაც უყვარს შრომავალი სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ამენ ماذا الشيخ يزخس ويجعله الله معهم في الحشر الله ما تشون قال إما تشوريس وينس ما قالت أنت أرز جبا أخصص وتغس آمين ويشربون من حوض رسول الله صلى الله عليه وسلم دا وينس قال شنو إما تشوريس وين داليوس شو ما ورس الله خير بيزغان ميسم ديناريز غان آمين وهكذا دا أسشمدك كما أن من أحب الكفرة فإنه ربما يكون معهم ورغورتيس ويسس شوق ورد ما كافر شوق ورد شيء لا بأخصص وتغس يقص ما قاستانيتات ماند والعياذ بالله الله سخوت ما مسكن داس سخوت لأن محبة الكافرين حرام يمدرون كافر بسيقر الأرز حرامي بل قد تكون من كبائر الذنوب أسوي شيء بيقص ديري صود بيزغان ما جيت بيغاس استو قاس بيغاس بيربرتلي صودوري تبرتلي دا صودوري بيغاس داس شمدك ظالمي دا شيء ما قاستانيت يقص يام بيغاس UFC's مبزود وقارس كافري أن بيغاس ظالمي صودي بورود ادمي شيء ما قاستانيت يقص ما جيت شلون نشوف ჩვენ გულებს ვინ გვიყვარს ჩვენ იმიტომ რომ შეუძლებელია ძმებო შეუძლებელია თუ შენ გიყვარს შრომავალი სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ცუდ ადამიანს შენ ვერ შეიყვარე შანსი არ არის იმიტომ რომ შენ თუ გიყვარს შრომავალი სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ავტომატურად შენ გიყვარს კეთილი ზნეობა კარგი ზნეობა და შენ გულში უკვე ჩავიდა ეს კეთილი ზნეობა შენი კარგი ზნეობებით ცუდ ადამიანს ვერ შეიყვარებ მაგის შანსი არ არის ალლაჰმა ხეირ ბარაკა მოგცეთ სუბჰანაკალლაჰ ვაბიჰამდიკ აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ანტ ასტაღფირუკა ვა ატუბუ ილაიქ შეკითხვები გვაქვს ამინ თვითონ მასკზე მასი ორი მასკი ჩავიცვით და შევცვით და მეორე ჩავიცვით და მეორე დაგიგავს მასი გაკეთებულა და ეხლა გარცხებდა და მოიხსენი მასკი მეორე ხო მასი მიდის კი მეორეც რას კი შენ აი აბდესტი ჩაიცვი ნასკები აბდესტი არ გაგიბუჭებია მე ჩაიცვი მეორე ნასკები აკეთებ აბდესტ მას აგზე და მე მაგალითად სიტყვაზე დაგცხა მოიხსენი ხო მეორე ნასკები შენ აკეთებ მას პირველზე კი მასი წავიდა არა გეთებ მაინც გაკ ხო ნასკებზე აკეთებ ბაშადეში თუ მრანდი ახე пока по теме ჩაკო მე გაკეთე არ დამთავრე ჯერ თემაზე ახე თემაზე აგვი მის გაისა შეკითხვები მასზე და შა აბდესტიანი ჩაის ნასკი ნიათი საჭიროა რა თქმა უნდა საჭიროა ეს არის იბადათი აბდესტიანი ჩაიცვი ნასკებიო ნიათი საჭიროა მაგე ზალილი რა არის
შერანი განზრახით ისე იმიტომ ნიათი. დალილე გვინდა. მაგის დალილე რა არის? მას უნდა ნიათი. დალილე არის. ინამალ ამალუ მინ ნიათ. ნებისმიერ საქმე აწონილია განზრახვით. ესა მით უმეტეს არის იბადათი. თაყვანისცემა. კითხვა იბადება რამე. ჰა. აბდესტი ავიღეთ, ჩავისვით ნასი. რა შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ ნიათ? სადგან უნდა გავაკეთოთ ნიათ? თავიდანვე. სულ თავიდან. აი, ნიათი არ გაქვს ნიათი. ხო. ჩავისვით ნასი. ხო. როგორც გავედით გარეთ. ხო. ტუალეტში შევედით, აბდესტი არ აქვს. ხო. ახლა გვინდა რომ მასი გავაკეთოთ, არ შეიძლება? შეუძლებელია რომ ადამიანმა ჩაიცოს. მაგალითად ადამიანი ჩაიცოს, აბდესტი იღებს და პროსტა ჩაიცოს ნასკები? პროსტა ჩავისვით ნასკი რა, რაღაც პერიოდის შემდეგ ჩაიცვი, ნუ გასვლის პერიოდში. აბდესტი გაქვს, ამას გულისხმობს. და ტუალეტში შევედი, აღარ მაქვს ახლა აბდესტი, ვაკეთებ, ვიღებ აბდესტს. არა, გეთრება ინშალა, გეთრება. ჩაგეთრებ. შენ პირობა შეასრულე. პირობა შეასრულე მას. ან ნიათი არ ყოფილა. არ როგორ არა, როცა მას აკეთებ, ხო ნიათი გაქვს. არა, მაგას არ არა, ნასკის ჩასმის დროს გეკითხებოდა. მივხვდი. არა მას გაკეთების დროს, არამე ჩასმის. ინშალა ჩაგეთრება მაინც, იმიტომ რომ შენ პირობა შეასრულე. შენ პირობა მაინც შეასრულე. მაგრამ მაინც მოდი ჯობია ვკითხოთ, ინშალა, მწოდნე ხალხს ვკითხოთ, ის გაშეკითხვა ინშალა. ცოტა ჰადისით მიმშელეთ, ცოტა საერთოდ ема. ვკითხოთ ინშალა ხელში, მწოდნე ხალხს ინშალა. შეკითხება კიდე? მუსაფირზე კითხება ის. ხო. პატარა ბავშვი. 3 დღე გრძელდება ხო? კი, 3 დღე. 3 დღე და 3 ღამე მუსაფირისთვის კი. 3 სუტკა. ახე, რა შეკითხვა გქონდა შენ? Я да. М. Брат, мне вчера одна родственница вопрос задала. Она говорит, у нас, говорит, в селе бывают женщины, она намаз читает, да? Постоянно, говорит, у меня спрашивает, можно, говорит, например, женщина 50-60 лет, примерно, да, вот так, 45, вот так, они хотят на умру, ну, поехать, да? И они говорят, у нас иногда не получается, мужья, там, никто родственникам, никто намаз не читает, да? Можно, говорит, либо там с дальним родственником поехать, либо, не знаю, с кем-то поехать. Ну, а мы хотим, типа, на умру будет поехать. А я сказал, я не знаю точно. Если женщина поедет на умру без махрама, ей это будет больше греха, нежели блага. Потому что для женщины путь, это является, чтобы она пошла в путь далекий, обязательно ей должен быть махрам вместе с ней. Аллах Аззаваджаль не просто так это предписал женщинам. Во-первых, мусульманка не думает, почему, зачем Аллах это не предписал. Мусульманка, настоящая верующая женщина, и мужчина тоже, когда они слышат какой-то приказ от Аллаха, они выполняют, как Аллах говорит в Коране, верующие, как говорят, самина ва ата'ана. Мы услышали, мы повинуемся. Во-вторых, если мы уже, помимо, можно сказать, что в этом есть большая польза для женщины. Сколько мы видим женщин, которых, извиняюсь за выражение, насилуют, убивают, травмируют, что-то с ними не делают, которые выходят в путь одни, а потом жалеют всю жизнь. Вот недавно женщину убили из Украины в метро. Она была одна, сзади какой-то мужик, какой-то больной, зарезал просто девочку. Ни за что. Видно было на камере, что ни за что. И таких случаев очень много. Просто вот этот случай попался на камеру. Сколько таких случаев есть? Поэтому женщина не знает, а вдруг и попадется. Да, может быть, как, например, женщина за рулем поехала в дальний путь, к слову, покрышка лопнула, машина остановилась, кто-то остальным хочет помочь. Может быть, хороший человек, а может быть, это плохой человек, может, какие-то корыстные, плохие мысли у него есть. Поэтому ислам защищает женщину, честь женщины. Когда ислам говорит женщине, что тебе нельзя выходить в путь без махрама, без сына, мужа, брата, дяди и так далее, дедушки, это делается для ее же защиты. Поэтому нельзя. Все ученые единогласно сказали, что нельзя такой женщины выходить. Но если она вышла и сделали умру или хадж, я не знаю, чтобы ученые сказали, ее умра хадж не принимается, я не знаю этого, но в любом случае она получает за это грех. Она противилась, то есть в данном случае ей не становится ваджиб, хадж или умра. То есть Аллах ее не спросит, почему ты не сделала умру или хадж, потому что ей не обязательно было, она была без махрама. И иншаллах за намерение ей иншаллах запишется награда, потому что она же реально искренне хочет. Як. მგონი ჰადისიც ამიგერთ შრომალის ეს ხალხდეუნება რომ ჰადისი წავიდა ჩემ მეუღლე და მიასწავლიო სანამ იქშე ბოდიში და მეორე მე როგორც გაგიმოდი სახება იყო და მეუღლე გაუშვა იქა ჰადისზე ხო მარტო და როცა გაიგო შრომალა მიუსწავლიო სანამ იქშევა მეკაში მიუსწავლიო ხოცოდებში ჩაიტყოლოს
შეხ დამატებით შეიხს მეცახს. შეიძლება რა. ხო. ზოგადად ამ შემთხვევაში ხლა რა ჩვენმა ძმამ რა კითხოთ და ქალების წასვლასთან დაკავშირებით. დიდი ალიმები ამ შემთხვევაში აი რეკომენდაციის მიზნით რას ურჩევენ ხოლმე. აი მაგალითად საქართველოსგან მე ვიცი რომ ბევრი ქალბატონი მიდის რა უნაში მაჰრამის გარეშე. ახი ყველა ალიმი, ყველა ჯობია რომ არ წავიდეს. ჯობია არ წავიდე რა თქმა უნდა, ყველა ალიმმა თქვა ერთი ხმით, არ არის მაგაში იხტილაფი. რომ ქალისთვის წასვლა მაჰრამის გარეშე არ შეიძლება მაჰრამის სამში გარეშე წასვლა. მაგრამ თუ წავიდე უკვე შეასრულა უმრა ან ჰაჯი, როგორც მე ვიცი ალიმები ეძახიან, კი მიიღება უმრა და ჰაჯი, მაგრამ ან ცოდვით გაკეთა. და ეს შეიძლება რომ განვიხილოთ რამდენი წლისა არის შემდეგ თუ არათუ. რა? მაგალითად არის 70 წლის. ქალი? მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, არ შეიძლება, ხო მნიშვნელობა არ აქვს. ათასნაირი ხალხია იქ. ხალხის გამო კი არ არის. მა? 3-4 ქალი ერთად. არა, მნიშვნელობა გიზ, მაგრამ მნიშვნელობა. ერთმანეთს ალლაჰმა აზავაჯალ არ თქვა რომ თუ ბებერია შეიძლება წავიდეს. ან თუ ძლიერი ქალია შეიძლება წავიდეს. არა, ალლაჰმა თქვა რომ ქალი არ შეიძლება წავიდეს მაჰრამის გარეშე, საზოგადოებთან და ასე შემდეგ. და ჩვენ უმრაზე რომ მივდიოდით. ერთმა ჩვენმა სოფლელმა ქალმა გაიგო რომ მივდივართ ოჯახით მივდიოდით და გითხრა რომ ჩვენც გვინდა მოსვლაო რა. აი იყიდეს ბილეთები და მოვიდნენ ჩვენ. ან მე მივიღე მონაწილეობა რომ უბრალოდ ჩემთანაც მაგ შემთხვევაში იწერება. შენ თუ იცოდე რომ ცოდვა შეიძლება დაგეწერას. მაგრამ თუ არ იცოდა ინშალლა არ დაგეწერება. და კიდე თუ იქნება მსგავსი სიტუაცია, უნდა უპასუხო რომ რა თქმა უნდა უთხარი რომ თქვენ ძმასთან წამოვიდეთ, ქმარი ძმა, მამა, არ ვიცი ვინ იყო, შვილი. საერთოდ ადრე საუდია მოსაუშვებდა ხო ქალებს, როგორც მეც მარტო. არ ვიცი, მაგრამ იგი. სანდა. ძმებო, აი მე ხა ძმას გივთი რუსულ ენაზე, მაგრამ ქართულსაც მეტყვი. ალლაჰმა აზავაჯალ რომ დაწერა ქალისთვის რომ არ შეიძლება წასვლა საზღვარგარეთ. ეს კეთება ქალი დასვისთვის. პირველ რიგში ეს კეთება როცა მუსლიმი ქალი ან კაცი იგებს რაღაცა ბრძანებას ალლაჰისგან, იცის მისთვის არის ხეირი. უნდა მიიღოს ეს ბრძანება, არც დაფიქრდეს რატო, რა სიბრძნეა მაგაში, რა სამედიცინო ხეირია მაგაში, მაგაზე არ უნდა იფიქროს. ალლაჰმა თუ გვიბრძანდა რაღაცა, ესე იგი მაგაში всё, ეს არის ხეირი. მე თუ ავიღოთ, ანუ რა ხეირი არის იმის თუ ქალი საზღვარგარეთ არ უნდა წავიდეს მაჰრამის გარეშე, რომ ქალი დაცული იყოს. რამდენჯერ იყო შემთხვევა ქალები როცა მიდიან საზღვარგარეთ და ასე შემდეგ მარტო გზაში ქალს ან აპატიურებენ, ან კლავენ, ან სცემენ, ან მინიმუმ შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც რამოდენიმე დღის წინ ერთი უკრაინელი გოგო რო დაჭრეს დანით მეტროში. უდანაშაული გოგო, თავის იჯდა რაღაცას აკეთებ ტელეფონში, მოვიდა უკან ვიღაც მამაკაცმა, ვიღაცა გაგეჟებული და დაჭრა მოკლა პირდაპირ ადგეს და ვერც ერთმა ადამიანმა მან ვერ დაიხმარა. რამოდენიმე ადამიანა იჯდა მან, ვერც ერთი მაგას ვერ დაიხმარა. ყველა შეეშინდა. მამაკაცი რომ ყოფილიყო, მისი ძმა ან მამა ვიღაცა თუ ყოფილა, ან შვილი, უეჭვერად დაიცავდა იმ გოგოს, უეჭვერად. რომ შიშარა იყოს, ინსტიტუტურად ჩართავს თავის კაცობას, დაიცავს იმ ქალს. მაგითო ისლამი იცავს ქალს. როცა ეუბნება, ნუ გახვალ შორს ეგეთ გზებზე, მაჰრამის გარეშე, შვილის გარეშე, ქმარის გარეშე, მამის გარეშე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შეიძლება შენ გქონდეს რაღაცა პრობლემები. ეს სამწუხაროდ ისლამოფობების ბევრი არიან, მაგრამ ეგეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველგან ყურადღებას ვიქცევთ ჩვენს და ჩვენი ქალებიც და ამ ისლამოფობებიდან გამომდინარე, კაის მას მოელოდეთ, ყოველ დღე არის ფითნა, ყოველ დღე არის განსხვავება. ეს არის გამკითხვის დროსაც უახლოვდით ფითნაც იმატულობს. კიდე რავი რუსეთში, სადაც არ უნდა იყო ყველგან რა. მე როგორ მამაკაცი როგორ უნდა გაუშვოს თავისი ცოლი ან გოგო საზღვარგარეთ როგორ პემბერს ვერ წამოვიდა მე თუ მეყოლება ქალიშვილი როგორ შეიძლება მე გაუშვო ჩემი ქალიშვილი საზღვარგარეთ მარტო რო ისწავლოს როცა ვიცი რომ მანდარია მგლები რომელიც ჭამენ გოგოებს არინდობენ საერთოდ არინდობენ გოგოებს ჭამენ გოგოებს აი ატყავებენ ასე ვთქვათ როგორ შეიძლება მე გაუშვო ჩემი გოგო საზღვარგარეთ ან ჩემი მეუღლე ან გინდედა ჩემი იყოს და ასე შემდეგ როგორ მაგას ვერ წამოვიდა როცა ხედავ მაგალითად მოსწავლეები მოდიან საზღვარგარეთიდან გოგოები გინ მუსლიმანებიც მოდიან ხიჯაბებით საზღვარგარეთ და აქა ებრს ვერ წამოვიდნენ მაგრამ მამამისი სად უყურებს ვერ წამოვიდა ეს ხო თემა რამდენი ვიდეოა მაგრამ პირდაპირ მიადგებიან დაფარულ გოგოს და კამერით რო უხებენ და რატო ჩამოხვედია აქ და რა შეურაცხყოფას აყენებენ რამდენი ვიდეოა ამ საქართველოში
რუსეთში. აქაც ხდება. მაგრამ არა საქართველოს რამდა ეგეთ რაღაც არ ხდება. არა, ინდონეზია არა, მაგრამ შეგადაში. ქართველებს რამდა გაგება აქვთ ახი. ამდენი გაგება აქვთ, ვიდრე მან უკვე ხალხი ძალიან გაფუშტა. არ ვიცახი ყველა, მაგრამ ვინც მაგას აკეთებს, თუ შეატყით, მიუახლოვდით იმ გოგოს მიუახლოვდნენ ხიჯაბში, ქმარიან კაცი გვერდზე არ აყავს. მშიშრები არიან. ვინც მაგას აკეთებს, არის ყველა მშიშარა. ყველა მშიშარა ერთხელ არ მინახე რომ მისული ხა, აი წვერი ძმასთან ერთად რომ მიუძა რამე ეთქვა. ხო იცი რომ მიიღებს ასაჭირო, მიიღებს და მაგით არ აკეთებ მაგას. გაიცნო ბალახ ბარაკა მოგცეთ.